ამნეჩეს მე ბავშვებიც ადრე გადაიღება ხოლმე. ერთი ჩოვამავნე სიგარეტის წევა. მე არ ვიცი, აი, მამა, იქნება ეწევა სიგარეტს. ხო. შვილს ეტყვი, მე სიგარეტს ხელი არ ახლო, თორე ვერ გადამირჩევი შენ. თუ ამას ეტყვი, დააშინებ, ხო? მაგრამ რო შეეხვეწო, მამა ისე უყვარს, უნდა ყველაფერში მიბაწოს, მამა კი ასე ლამაზად გადება ხო და ეწევა. მამას უნდა მიბაწოს. როგორც თქვენ დაიქვიეთ სიგარეტის წევას, ვინმე ვინც თუ ასეთი არის, ისე დაიქვია თქვენი შვილიც. გინდათ? იცით რა თორმე გინდავდეთ? ერთ სიგარეტს 12 წუთი და 15 წამი, როგორც ასეთი, მიაქვს თა ცხოვრებისა. დღეში 10 სიგარეტი, რამდენი გამოვა? 1 საათი. არა? 30 წლით, 25-30 წლამდე ამცირებს კაცი თავის ცხოვრებას. თუნდაც ცოცხლა თქვა ჩემს სასაკამდე, გამოვაკეთე ჩემს 30 წელი და აი იქამდე თუ მიაღწევს. ანუ უფრო ადრეც. მოწერებ კიდე? აი მე თვითონ ძალიან რო კითხო, როგორ გიყვარს შენი შვილი? და მე თქვა რას მეკითხები? მიყვარს, როგორც მიყვარს რა. აი სიცოცხლეც გაჭირა, სიცოცხლეს კი რა ყველაფერს გავჭირო, სულს მიცემ შვილს. და მაშინ სიგარეტი მიეცი რა. უთარი ამას აღარ მოწევში. და იქ დაიჭყანება კაცი, სიგარეტი არა, სიგარეტი. აი ესეთი წვრილი ჩვევები. ეს ხო ანაგვიანებს ბუნებას, ხო? ზედმეტ საზრუნავს უხდის ცნობიერებას. მასწავლე ვინც ან სიგარეტს ან მიჩვეულია სმას, დროსტარებას, იმას თავში ეს უდევს, დროს სად გავატარო, სიგარეტი სად ვიყიდო, შენ ხო რა სიგარეტი მომაწევინე რა. ცეცხლი გაქვს მოუკიდე. აი ეს ცნობიერება, რა თქმა მე ეს აზრები მქონდეს თავში, როცა უფრო მეტი და სასიკეთო საზრუნო საქმე მაქვს. ამაზე რო დურ დავხარჯე? ამას აქვია ფსიქიკური ენერგია.